ჩემი საყვარელი ტოპიკი და ქართული საზოგადოების ალბათ როგორ მუშაობს Facebook რეკლამა. ყველაზე გავრცელებული კითხვა. ოკეი, მოდი ეს ვიდეო ჩავშალოთ ისე რომ არავის არ გავუკეთებ ეგრე. მოდი გიჟი მეცნიერი დამიძახე დღეს ამ ვიდეოს რო უყურებ საბოლოო ჯამში ეგრე აგიხსნე, ეგრე პერსპექტივას აგიხსნი. რეალურად, ტექნიკურად რას უყურებს Facebook-ი და მოდი პირდაპირ გეტყვი რომ Facebook-ი პირდაპირ უყურებს სიგნალებს. ოკეი, რა არის სიგნალები? სიგნალი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რაღაცა. მოდი ჩამოვთვალოთ და ყველაფერს ერთად რა თქმა უნდა არ ჩამოვთვლი. სიგნალი შეიძლება იყოს ლაიქი, სიგნალი შეიძლება იყოს კომენტარი, სიგნალი შეიძლება იყოს 10%-იანი ვიდეოს ყურება, სიგნალი შეიძლება იყოს გადაშიარება, სიგნალი შეიძლება იყოს ესე ვთქვათ, კომენტარებში ამავდროულად რიფლაების გაკეთება, სიგნალი შეიძლება იყოს ვიღაცის სტორიზე გადაშიარება და ასე შემდეგ. ოკეი, ეს არის პირველი ლეიერი სიგნალების. ამავდროულად არსებობს ქვედა ლეიერი სიგნალების. სადაც უკვე კომბინირებული ტიპები, მაგალითად 10%-იანი ყურება, კომენტი, ლაიკი, საბოლოო ჯამში რაღაცა მეტასთან კოდს უტოლდება, რაც არის, მოდი XT I დავარქვათ, ან დავარქვათ MD რაღაცა, ჩვეულებრივად და ასე შემდეგ რა გავვა. ეს არის ყველაფერი სიგნალები, ოკეი? ამის ქვემოთ კიდე არის ერთი სიგნალების თემა, რაც შეიძლება იყოს კონვერსია, ანუ შემოსული რაოდენობა, აი მაგალითად ძალიან ბევრი ჩვენ მოხმარებელს ვეუბნებით, რომ თუ ჩატში შენ წერს ტიპი და ამ ტიპმა შენთან გააფორმა შეგხვდა ტელეფონის ნომერი დაგიტოვა რა. მეტა ეხა შეიძლება ამ ტიპს პირდაპირ აქვს ლიდს. ესეც სიგნალი არის, ოკეი? რაც უფრო მეტი სიგნალი მიეწოდება შენი, ესე ვთქვათ, მეტადან კონკრეტულ ads manager-დან და Facebook-დან, Instagram algorithm-დან თვითონ უშუალოდ რა ქვია, Metapixels და Metapixel-ი ჩაყენების გარეშეც არსებობს, ანუ ads manager-ს გააჩნია და Metapixel-ი კიდე სხვა თემა არის, რომელსაც მე სხვანაირად ჩავთვლით უფრო სწორად რა. მაგრამ ამასაც Metapixel-ი დავარქვათ პირობითად, რომ ჩვენთვის გასაგები იყოს რა. რაც უფრო მეტი კარგი სიგნალი მიდის, მით უფრო, ესე ვთქვათ, ოპტიმიზირდება შენი რეკლამა სწორ აუდიტორიაზე. რაც უფრო ნაკლები არის, ესე ვთქვათ, ეს სიგნალები და პირობითად ეს სიგნალების ნაკლები გამოწვევა რა არ მოწონს ხო, მაგალითად ხო, Facebook-ს, მაგალითად ან Instagram-ს ხო? როდესაც ესე ვთქვათ, შენი კრეატივი, მაგალითად ვიდეო ბანერი რაღაცა ანუ არ ჯდება თვითონ სოციალური ქსელის ფორმატში, პირობითად ავიღოთ ხო? ან გამოიყურება არაბუნებრივად, ან არის რაღაცა კონტექსტიდან ამოვარდნილი და ხალხი რო ნახულობს, სკაპ და ეგრევე სკიპავს რა. ანუ 10%-იანი სიგნალი არის ცუდი და 10%-ს თუ უყურებს შენი